საღამოშვიდობისა და მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. რა იცი გადაცემა მესამე ფურცელზე? თუ იცი რა? მესამე ფურცელზე ვიცი რაღაცები. ქეთის გადაცემას უყურებდა საღინაძე და მეც იმ ოთახში ვიყავი და რაღაცებს შევხედე კი. შევხვდა კიდე Facebook-ზე შევხვდა ერთხელ. ოღონდ ქეთი არა, სხვა სტუმარი იყო. რა შეიძლება ელოდე? ყველაფერს. მოკლედ, ბევრი რამე მოვინიშნე. ცოტა დაწყობილი მქონდა კითხვებით, როგორ უნდა დამეწყო ინტერვიუ, მაგრამ ავურევ. ეხლა სხვანაირად მომინდა დაწყება. ახლა მაგალითად ისეთი დღე არის, დღეს პარასკევია, გადაცემის ჩაწერიდან მოდიხარ შენ. გუშინდელი დღე იყო ერთი მძიმე განაჩენი, კიდევ წინ მძიმე განაჩენები გველის და ბოლო ნახევარ წელიწადში თუ არა ერთ წელიწადში ძალიან ცხადად დავინახეთ, რომ ცემა ხელისუფლების სამარკო ნიშანია, მაგრამ უფრო ადრე ვიდრე ესე ღიად ცემებს დაიწყებდნენ, შენც გახდი ძალადობის მსხვერპლი. მე სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება ერთი კონკრეტული ხუმრობა არ გაპატიეს და გიფიქრია ამაზე? რაღაც კონკრეტული ვიღაცაზე. არ ვიცი, შეიძლება რას გაიგებ. იმიტომ რომ ეგრე ერთსაც ვერ გამოვყოფ, ვინ შეიძლება ყოფილიყო რა. თუ ეგრე არის, თუ ხუმრობებზე ირწმენებიან. მაშინ ხო, მაგრამ რა კი ერთი იყო ეს თავდასხმაც შესაძლოა შენს ჟელობაში იყოს ლოგიკა რა, რომ რაღაცა კონკრეტული ამბავი ვიღაც კონკრეტულ შეეხო. აბა ეხლა რამდენიმე გაბრაზდება, ყველა ხო არ გიყვას. მიუხედავად იმისა, რომ ხო, ეგ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხა შენ გეხება და მაინც უფრო სუბიექტური იქნები ვიდრე ობიექტური, მაინც მე ვფიქრობ, რომ შენზე თავდასხმა ჩვენი მხრიდან იყო ასეთ საკმაოდ კაფიო და ღიად გამოძიებული, მაგრამ მიუხედავად ამისა სუსის თანამშრომლების მონაწილეობა მაშინ კატეგორიულად უარყვეს. კი. სხვას უთვალთვალებდნენო ექსუსელებიო ესე გითხრეს. სხვას უთვალთვალებდნენო, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა გმირთა მოედანზე. ხო და რავი, აი ახლა ვართ ყველაზე მაღალ წერტილში. გმირთა მოედანი ჩანს აქედან. რა. აი ქვევით ვიყავით აქ. აი კიდან როგორ უთვალთვალებდა ეხლა იქაც მართლა არ ჩანს აქედან. ხო, მართლა არ ჩანს აქედან. ხო და ეგრე გამოაძვრინეს ის. მე რაღაც დააწინაურესო თუ იმაზე რაღაც ამბები მოდიოდა იმ. კი, დააწინაურეს. გიორგი გვარი აღარ მახსოვს. ხო, არც მე აღარ მახსოვს. მაგრამ საქმეს თუ დაჭირდა შეგვიძლია გავიხსენო. შეგვიძლია გავიხსენო. კი ბატონო, კი ბატონო. მოკლედ ეს ფიზიკური ანგარიშწორება, როგორც თქვი უკვე, ძალიან ისეთია რა, ძალიან საძაგელი, ბრუტალური ხელშესახები, თითქმის დაუჯერებელიც. რა შეიძლება უნდოდეთ აი ამ ცემით, რა უნდა მიიღონ აი ამ დასჯით ფიზიკური ანგარიშწორებებით საბოლოოდ, როგორ ფიქრობ? აღიარება და სიყვარული ალბათ, რავი, ახლა ყველა მოძალადეს ეგ უნდა საბოლოო ჯამში რა. ხო, სიყვარული და აღიარება რო ძალადობით ხო არ მოიპოვება ეს ბუნების კანონი არის. მაგრამ იცი როგორ არის, აღიარება და სიყვარულის მიღება უნდა ყველას ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდეს. მაგრამ ყველა გზა სწორი არ არის რა, ყველა გზას აღიარება და სიყვარულისკენ არ ვიყავხარ, მათ შორის ძალადობა ერთ-ერთი ცნობილი სხვაგან წამყვანი გზა არის აბსოლუტურად და თუმცა ის არის რა, დაუჯელი ძალადობა არის. ასე ვთქვათ, რაღაცას დაუჯელი ძალადობა არის საკმარისად მიმზიდველი იმისათვის, რომ ადამიანმა, რომელიც როგორ ვთქვათ, თავისი ინსტინქტებისგან ძალიან შორს არ წასულა, რომ თავი ვერ შეიკავოს რა და დათრგუნოს საკუთარ თავში გონიერი, რაციონალური და კეთილი არსება და მოიქცეს როგორც თქვა, ბრძანებელი რაღაცა მეფე თუ რავი რა ქვია რა საქციელს ეძახიან, რომელსაც ყველა შეუძლია დასაჯოს თავის შკოაზე რა. იდეაში ალბათ ესეც რაღაც ეგეთ საქციელია ცოტა ტრამვირებული ადამიანის ოცნება, რომ ყველა ცემა შეეძლოს. აი ესე გამოდის. ძალაუფლების დემონსტრირება ალბათ რა, ხო? აი ძალაუფლების დემონსტრირების რა შესაძლებლობები აქვს, ხო? რაღაცა ჯიპებში დასხლებიან, პიჯაკებში აიცვამენ, ხალხებს გაიკეთებენ.
მაგრამ ეს არის საკმარისი რა, რაღაც საათს დაიკიდებენ კიდე იმის, რა ქვია, სახლის ღირებულების. საათები უყართ. ხო, საათები, მაგრამ ინვესტიცია საათები, ხო იცი, მაგითო, საათები არის აფთება. ბიტკოინებია ეხა ახალი. ბიტკოინებია უბრალოდ ძველი. ძველი. აი ეხა გამოჩნდა კიდე რამდენიმეს დეკლარაციაში. რაღაცა პერიოდი გადამალული რო იყო დეკლარაციები, გემახსოვრე. კი, მე მგონი, გამოჩნდა ისე დეკლარაციები, ვიღაცებს არა აქვს შევსებული. ხო, მაგრამ ამბობენ რომ მათ არც უნდა ხო, ისი რატო გამოჩნდა, იმიტომ რომ ეხლა ამათ ხო ახალი ისა აქვს, ახალი ცირკი აქვს გამოწყებული, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. ხო. ეს არის კობახიძის ლაინია რა, პირადად ყველას ხო თავისებურად ბრენდავენ, კობახიძე ესე დაბრენდეს ალბათ რაღაც იმაში, რომ პატ ბორის ჯონსონ. იმეც ქონდა ეგეთი ეპითეტი კობახიძეზე, რომ პატრიოტების თაობა. ესე ეძახიან. პატრიოტების თაობა ქართულ პოლიტიკაში. არა, ეგ კიდე რაღაც სხვა არის, მაგრამ არსი თავისი ხო ეს არის შიგნით რა, ქოცურ ამბავში. პატრიოტების თაობას ნებისმიერს დაუძახებდნენ. ჯერ ირაკლი კობახიძე და ღარიბაშვილი რომელი სხვადასხვა თაობა ეგენი არიან, ტოლები არიან რა, რავი, ის არ არის პატრიოტების თაობა ეს ნატყვა. არა, ეგ სისულელია. სინამდვილეში არსობრივად ბრენდავენ როგორც ტიპს, რომელმაც ეხლა უნდა ებრძოლოს კორუფციას რა, იმიტომ ეს კორუფცია როგორც ჩანს რაღაცა ისინი სოკლეებს უყურებენ, შეაწუხა რა ხალხმა მეტნაკლებად და მათი ამორჩეველის რომ რაღაც კორუფციაზე ეს დაუსჯელობა ცუდი პონტია რა, ეხლა ბიძინასთან სხვა ლაინიც აქვს თავისი ფულის დაბრუნების რაღაც კამპანიაც აქვს წამოწყებული ხო, რაც აქამდე უნდა მიეღო და არ მიუტანეს თავისივე დანიშნულმა ჩინოვნიკებმა და ეხლა იმათ ფერთხავენ და რაღაცა ამ ერთიანი იმის ამბავში არის რა, კორუფციასთან ბრძოლა. ირაკლი კობახიძეც ეგეთი პერსონაჟი არის, რომ გაგვიჭირდება გავიხსენოთ რამე კორუფციული სკანდალი, რომელშიც ის წარმოდგენილი ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში ისეთი ხო, არა. როგორიც იყო რომ აი კახური კლანი და თემი რაღაცა. ხო, კორუფციულ სკანდალებს ვერ გავხსენებ, თუმცა მედიას რომ რაღაცა დაგვერქმია რა, იმდენი ამბები, აი კალაძის ხო, ავტობუსებში პირდაპირ ახლა ის არის რა, რავი, ორსაბუთს რო გამოითხო უცხოეთიდან. აბა რამდენად მიყიდე ვილნიუსს და რამდენად მოვყიდე ჩვენა და დიდი სხვაობა აქ რო ესეთი ეს რავი, კორუფციაც აღარ არის რა, ხო არის მოპარვა და კიდე არის წაღება. წაღება არის რომ აი მოპარვა არის რომ კიდე ცდილობ რომ ცოტა არ შეიმშვიდე ვიღაცა მეცე და წაღება არის რომ აი თავხედურად ესეთი თავხედური კორუფციის ფაქტები არის ძალიან ბევრი დაგროვილი. ხო და გავა შენ ფიქრობ რა ხან შენ თავად ახსენე ეს ორი გვარი ეს ქორქოცებზე რავი ახლა რავი ლილუაშვილი რა პატარა ფიგურა იყო თუ თანამდებობიდან გაუშვა არის ჯერჯერობით ეგენი. კი მარტო თანამდებობიდან გაუშვა არის, მაგრამ აბა ქვეყნიდან წავიდეს იმან და ნახავთ მაგას ქვეყნიდან თუ გაუშვა. და კიდევ არის რაღაც ტესტები რა. მოკლედ ის არის არ მინდა ახლა ესე დავზუსტებით თქო, მაგრამ ჭორები არის იმის შესახებ, რომ მაღალჩინოს ან ქოცევს არ შეუძლიათ პარტიის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება ოჯახით. მძიმე თემაა. ანუ ეს სისტემა თავისივე ჭანჭიკების მიმართ როგორი უსულგულოა წარმოიდგინე, რომ სულ მძევლებს იტოვებს რა. ან შენ უნდა იყო, ან შენი ცოლ-შვილი უნდა დატოვო მძევლად ან ქმარ-შვილი რავი. ხო, ну, პრინციპში ეს ახალიც არ არის, იმიტომ რომ თუ გახსოვს და ალბათ გახსოვს, პირველივე რომელი წელი იყო არ მახსოვს, სკანდალი თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიას წასვლა და მე რაც გაუკეთა ალასანიას და მის გარემოცვას, საკუთარსავე გარემოცვას, აქედან იწყება ალბათ ათვლა, რომ ის საკუთარ წრეს არ ინდობს. ეს მაინც ის იყო, აი მაშინ კიდე კოალიცია იყო და ქართული ოცნება ცალკე პარტია იყო და მაშინ ესე ამბობდნენ, რომ ეს ახლა პარტიამ ესე თქვა თავისი არასასურველი კოალიციისგან განიწმინდა რა, ეს ტრადიციული პარტიებისგან რაღაც ახალს აშენებდა. ეხლა არა, ეხლა ქორ თვითონ იმის დამფუძნებლებს ქართული ოცნების დამფუძნებლებს ამ ხელისუფლების სახეებს და აი მაგ პირებს მიადგებიან რა და არა იმათ ვინც მაშინ გამოიყენა ხო იგივე ალასანიას ხო ეს კიდე სხვა ამბავია თქვა თუმცა ხო არა მე იმის მაგალითისთვის გავიხსენე რომ საკუთარ ვიწრო წრეს არ ინდობს საბოლოო ჯამში ეს არის ხო ეხლა უბრალოდ მეტი და მეტი ადამიანი თვალს უსწორებს სიმართლეს თორე ესენი კი არ იცვლებიან ესენი რა არ იწაცებდნენ მოწმეებს თავზე ტომარა ჩამოფარებული არ გაიყვანეს აფგან მუხტარი ის არა ქვია ქვეყნიდან ავგან მუხტარი და ციხიდან მერაბიშვილი კი ბატონო
სულ ის იყო რა ქვია რავი დაშინება და მკვლელობა და აქამდე ამდენი წელი რითი მოვიდნენ შენ ახლა ამას იმიტომ გეკითხები რომ მე ბევრი წელია შენი როგორც მაყურებელიც ვარ და პლუს ჯერა ხოლმე შენი და მომწონს შენი პოლიტიკური ანალიზი. და აი რითი მოვიდნენ ამ დრომდე ფაქტია რომ მოვიდნენ ყარადაც არიან, ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ სისტემა შიგნიდან დაიშალა, გადმოიშალა, აყროლ და არ ვიცით. ფაქტია რომ დგანან და არიან. ხო, და ეს სანამ არ ჩამოიშლებიან, იდგებიან, ხო? ჩამოშლა დიდხანს არ გაგრძელდება. ხო, ეგეც არის. ეგეთი ძველი გამოთქმა არის რა. რომ თუ გინდა მიხვდე რა მდგომარეობაშია შენი ტრადიციული მტერი მიმოიხედე გარშემო და შანსი არ არის რომ რაც ხდება შენს გარშემო იმის სარკისებრი ანარეკლი არ ხდებოდეს იქითაც რა და ანუ ჩვენ საკუთარ თავზე დაკვირვებითაც შეგვიძლია ცოტა გამოვიცნოთ რა ხდება იქ და მათზე დაკვირვებითაც იმიტომ მიუხედავად იმისა რომ ეს უკვე ჩაბეტონებული პარტიული მორჩილება აქ გამჯდარი ქართულ ოცნებაში შიგნით და უშუალოდ შიდა კონფლიქტები არასდროს გარეთ არ გამოდის და რაღაც დისციპლინას იცავენ. მაინც ჩანს რომ აქ დღეს რაღაცა ყანყალებს რა რაღაცა ისე არ არის. ეს არ არის აგონია არ ვიცი რა ესე იმიტომ რომ აგონია ხა თუ მოხდება საბოლოო ჯამში მოსახდენი, მე ვიტყვით რომ აგონია ყოფილა ეს არა, ეხლა წინასწარ აგონიების დაანონსება ზოგადად უმადური საქმეა, იმიტომ რომ აგონია არ არის ეგეთი პროგნოზირებადი ამბავი რა, სპონტანური ამბავია თავისთავად, თავისი არსით. ხო და ეგ როდის მოხდება და რა იქნება ამის გამოსაწვევად საჭირო კონკრეტულად იმ მომენტში და ან რაღაცა თემა თუ არის ეხლა რომ ესე ძნელია მსჯელობა მაგრამ ერთი რამ არის რომ საკუთარ ტანს უნდა ენდო რა და საკუთარ გონებას რა და საითაც წინააღმდეგობისკენ გაგიწევს ტანი და გონება იმას უნდა გაყვე ეს არის და ეს და სინდისის ხმას კიდე ცოტა ეგეც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ სამწუხაროდ ბიძინა მოახერხა რომ მაგრა აურდაურია აქ აი ეს არის რა პოლიტიკური ანალიზის გაკეთება არის ხანდახან შეუძლებელი და ხანდახან ურთულესი, იმიტომ რომ ამ გადაღუნულ რეალობებში, ამ რაღაცა ალტერ რეალობებში, რომელსაც ბიძინა სულ თავს გვახევს რა, სულ რაღაცა სხვა ხდება, ვიდრე რეალურად, სულ მუდმივად სულ რაღაცას გვატყუებს. და ამასობაში ადამიანებიც გავხდით ეჭვიანები ძალიან და ყველაფერში ვეძებთ რაღაცა შეთქმულებას, რაღაცა ტყუილს, რაღაცას იმას, რასაც გვიმალავენ. და ეს შესაძლებლობას აძლევს მე ბიძინას რომ სხვადასხვა ტაქტიკებით გაატაროს თავისი ახალი ტრიუკები რა. ხანდახან ბრუტალური სიმარტივით პირდაპირ ზუსტად იმას ნიშნავდეს რასაც წარმოადგენს, ხანდახან დრამატულად სხვა რამეს და ასე შემდეგ რა და ამიტომ ძნელია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ერთ კონკრეტულ ქმედებაზე შეიძლება იმ მომენტში ვერ მიხვდე რას ნიშნავს, მაგრამ ცოტა დრო რო გავა და იმის შედეგებს დაინახავ იმას რაც მოყვა, ხო? მე უკვე ნათელი ხდება ხოლმე რა, რავი, მაგალითისთვის ენკას ჰესის ამბები, ხო? ეხა უკვე ამ გადასახედიდან, ხო? ყველაფერი ნათელია, ხო? და ბევრი არის რა ესეთი ამბები. მე უფრო გამოჩნდება ხოლმე რა, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება მართლა რთულია, მაგრამ იმის უფრო მჯერა რომ ადამიანი თავისი ტანით, ინსტინქტებით და ორგანოებით მიილტვის უკეთესი ცხოვრებისკენ რა. და უბრალოდ ამ ინსტინქტებს მიყოლაც აღმოგაჩენს საჭირო დროს საჭირო ადგილას ალბათ რა. თუ რაღაცა ისტორიული მისიის შესრულების ამბიცია გაქვს. თუ არა და კაიპონში იქნები უბრალოდ. ხო, უბრალოდ. 2012 წლის შემდეგ ცოტა მოგვიანებით სხვა დროზეც კითხავ ნახოთ. საზოგადოება თუ შეიცვალა, როგორ ფიქრობ? კი, როგორ არა. საზოგადოება გავხდით ეგ ზოგადად ეგ ეპოქა იყო, ჩემი აზრით, სოციალური ქსელების გავლენით. როგორი ეპოქა იცი, ერთდროულად რომ მწვერვალებზე ავიდა ერთის მხრივ ემპათია გახდა ძალიან პოპულარული ამ პერიოდში, იმიტომ რომ ადამიანები დაუახლოვდით ერთმანეთს. და ამავდროულად გახდა ძალიან პოპულარული ცინიზმი და ეს
ქედმაღლური ირონია ყველაფრის მიმართ რა ამის დრამატული საწინააღმდეგო რამ იმიტომ რომ ადამიანები სინამდვილეში ისე ახლოსაც არ ვართ ერთმანეთთან იმიტომ რომ სოციოექსელები არ არის რა ყველაზე ასე ვთქვათ ყველაზე დიდი სიახლოვის შემქმნელი რამ და ეს რაღაცა დისტანციაც ალბათ რაღაც თავის დახსასვავს რა განწყობებს ჩვენი საზოგადოებაც ეგეთი გახდა რა ჩემი აზრით ბევრად ემპათიურები ვართ ვიდრე 2012 წელს ვიყავით მიუხედავად იმისა რომ ვინმე შეიძლება ეგონოს რომ ეხლა ადამიანები არასაკმარის ემპათიას ამჟღავნებენ მათ მიმართ ვისაც სისტემა ჩაგრავს და რაღაც აი უფრო მეტი ხალხი უნდა ვიყოთ იმიტომ რომ რაღაცა იმიტომ რომ ეს სხვა რა მგონია ეს ემპათიის ნაკლებობა არ არის ეს შიშია დიდი ძლიერი უბრალო შიში და ასე ვთქვათ ერთი ერთჯერადი ქმედების წარმატებაში რწმენის ნაკლებობა რა რომ კი ყველამ ერთად რომ მოვინდომოთ ახლა კი შევძლებთ ყველაფერს მაგრამ აი დღეს მარტო მე ერთმა კონკრეტულმა რომ მოვინდომო მე შანსი არ მაქვს და დარწმუნებული არ ვარ იმაში რა რომ მე რომ მოვინდომო მე ყველა ერთად ავყვებით მართლა ეხლა მილიონერები არიან გაჩუმებულები მილიონერები, მულტიმილიონერები არიან გაჩუმებულები იმ ფონზე, როცა რავი მათი ალბათ მეგობარი და ძმაკაცი ხო? მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს გულისხმობ. არიან დაჭერილი ასე რაღაცა სისულელე მიზეზით, რაღაცა სიგიჟეზე და ჩუმად არიან რა და უბრალო მოქალაქეც ჩემი აზრით ცოტა ამ შიშის ქვეშა არის რა შიშის ქვეშ არის ბაჭო დიდარი და გავლენიანი და ასე ვთქვათ თავის ნათქვამა ადამიანებიც კი თავშეკავებულად იქცევიან იმიტომ რომ როგორ ვთქვათ ის არის რა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ეს ფაზაა ეხლა რა ეხლა ის არის რეკლამა ვერ მოაქვს ჩვენთან ტელევიზიაში შიშით რეკლამა ვერ მოაქვს კი არა ვიღაცებს მოტანილი აქვთ უკვე და ასათვისებელი აქვთ და არ უშვებენ კლიპს გაიგე ეკუთვნით მაგრამ არ უნდა გაჩერებული ხა ცოტა ხანი არ უნდა რომ გამოჩნდეს რომ აქა რეკლამა მათ ან მოაქვთ ან მოუტანიათ ან საერთოდ რამე შეკება გონიათ ჩვენთან ეგრე შედია ბიზნესი ხო და აი ეს ეგ სიჩუმე საბოლოო ჯამში რა დაუჯდებათ მათვე შეიძლება ასე ვიკითხო? ყველაფრად დაუჯდებათ რისი ხათრითაც ჩუმად არიან ეხლა. ყველაფრად რა, იმიტომ რომ ეს ამ გზას არ მივყავართ არავინ, არც ჩვენ, არც ისინი, არც მათი შვილები, არც ბიძინა შვილები და შვილიშვილები არ მივდივართ ეხლა სწორ გზაზე. მთელი ქვეყანა არასწორ გზაზე მივდივართ. ყველა დავზარალდებით ამით. თითოეული ჩვენ დომეინში და ჩვენ კვადრატში. ზოგი ცალ-ცალკე და ზოგი ყველა ერთად, მაგრამ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყნის დავზარალდებით იმის გამო, რაც ეხლა ხდება, როგორც ესენი მართავენ ახლა ქვეყანას. მოდი, უშუალოდ შენზე გკითხავ. ოკეი. ძალიან ბევრი პროექტის ავტორი ხარ და ასე შემდეგ, აი ძალიან ბევრის ყველას ვერ გავიხსენებ, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი მიშა მშვილდაძე რომელ შენ წარსულ პროექტში ცხოვრობს? ალბათ 105-ის საინფორმაციოში ალბათ. ხო, ის იყო უფრო ყველაზე ახლოს იმასთანაც რაც ახლაც ვაკეთებ რა. და ხო, ეგ რავი. სხვაც ალბათ ყველაფერი ხო შეინაწილია საბოლოო ჯამში რა ადამიანი ხარ რაღაცას ურჩხულსაც ვერ დახატავ რომ რაც გინახავს იმას არ მიამსგავსო. შენს გამოგონილს ვერ შექმნი, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ეგ ხო ეგ არის რა. აი იმ დროის მიშასგან, რომელზეც ახლა შენ საუბრობდი, რამეს იხსენებ, რაც დღევანდელ მიშას აღარა აქვს? თავქუდ მოგლეჯილობა. ასაკობრივი რა ალბათ რა, აი დაახლოებით იგივე, რაზეც ჩვენი ტელევიზიის ეთერში და მე ტიხარიც იყო, ლაპარაკობდა აჩი არველაძე იყო, ხო?
არჩი იყო არველაძე კი რო შურს ამ ახალგაზრდების მათი ენერგიის მაშინ არ მეშინოდაო არაფრისო და ეგ იყო მაშინ ხო ეგ ასაკობრივია ეხლა რაღაცების მეშინია თუმცა შიში არ არის რა ერთ-ერთი მოტივი გონიერი ადამიანების ქმედებაში ხო ხო მაგრამ ხო ერთადერთი არჩიში შემადგენელი არის და ბუნებრივიც არის ხო აი ამ წლების განმავლობაში ისევ აი ბოლო წლებს კითხავ ძალიან ბევრი ისეთი უსამართლო თავდასხმის სხერფლი ხდები შენ და ძალიან ბევრი ადამიანი ვინც არ მოდის მათ ოცნებასთან თანხვედრაში აზრების განსაკუთრებით აი ეს ტროლების ბოტების ბინძურის შემოტევა ყველგან ყველა მიმართულებით შენ ფიზიკური თავდასხმის სხერფლის გახდი და შემდეგ და შემდეგ ამ ყველაფერს რაღაცნაირად ამ ყველაფერში ცხოვრება ისწავლე ლავირება ვერ ვიტყოდი რომ ვისწავლე უფრო რაღაც stand-by mode-ზე გადავიყვანე რაღაც ინტერესები და რაღაც მიმართულებები და რაღაცა ის არის რა ანუ მაქსიმალურად იშვიათად ვარ ისეთ გარემოში სადაც არ ვარ ხოლმე ხშირად ანუ ძირითად დროს ვატარებ სამსახურში სახლში და ეგეთ ადგილებში რა სადაც ხშირად მოძრაობ რა რაღაცა ეგ არ არის ადაპტირება რა, ეგ არის დროებითი ღონისძიება, იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში როცა რაღაცას უფრთხი არა ადამიანების რაღაც მოულოდნელ საქციელს, არამედ სისტემის კარგად დაგეგმილ რაღაცას რა, რომელიც იმ მომენტში აი დაუშვათ ვიღაცა აი მართლა ტვინ გაცხელებული სიძულვით ახსილი ჩემს მიმართ ადამიანი შემხვდა ქუჩაში და რაღაცა სადა შეკამათება რა ავი მილიონი შესაძლებლობა მაქვს იქვე რომ ეს საქმე კონფლიქტში არ გადავიყვანო უთხრა დაველაპარაკო აუხსნა სხვანაირად ბოდიში მოუხადო ბოლო ხო რომ არ მიიყვანო აქამდე ეს კონტროლირებადი ამბებია რა მაგრამ სისტემასთან ვერ არის ესე რა აქ იქნე რაც არ უნდა მექნა რა სიტყვებიც არ უნდა მეთქვა იმ პიროვნებისთვის იმას ის რაშიც ფული ქონდა აღებული უნდა გაეკეთებინა ხელი უნდა გაეკნია რა მაგათთან ეგ არ მუშაობს სისტემასთან ეგ არ მუშაობს და ამიტომ მაგით საკუთარ სკილებში და შესაძლებლობებში რწმენით ვერბალურში და ფიზიკურში ორივეში ერთდროულად და ადამიანის დარწმუნების შესაძლებლობებშიც მათ შორის თუნდაც ამის იმედად ვერ იქნები მშვიდად და ამიტომ ხო რაღაც ისენი შევზღუდე რა გადაადგილების არეალები მოქმედებათა მთელი დასტა და მთელი ამბები და ეს ძალიან დიდი დისკომფორტია თუმცა რეალობა ესეთია ეხლა და რავი ვფიქრობ რომ ცოტა ჩასუნთქული მაქვს რა ეხლა რა და როცა ეს მოცემულობა აღარ იქნება, რომ სისტემა ცდილობდეს რომ ქუჩაში დახვდეს და გაგლახოს, აი ეს სიგიჟე მოცემულობა რომ გაქრება, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. რაღაცა ესეთი ისა მაქვს დავაგებული. სისტემა რო ეგეთი მრავალსათეცებიანი იყოს და ძალიან დაუნდობელიც, ამას ხელი ხომ არ ფიქრობ რომ მაგალითად პოლიტიკოსთა იმ ნაწილმა შეუწყო, ვინც ამდენი წელია ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. და თუ შეუწყო რა ფორმით შეიძლება, სიჩუმით, თქვათ? რავი, რას გაიგებ. მე რო ვაკვირდები ყველა იბრძვის, როგორ შეუძლია რა. და ყველა მძიმედ ბრმავდება ყოველთვის საკუთარი ინტერესებით. ამავდროულად რა და იმდენი ხანი გრძელდება ეს პროცესი რომ ძალიან ტოლერანტული გავხდი ყველა თანამებრძოლის წარსული და მეცაც ვიტყოდი ზოგიერთი მიმდინარე შეცდომების მიმართაც რა და ამიტომ როგორ თქვა კი შესაძლოა რა თქმა უნდა სადაც მოვედით აქ თითოეული ჩვენგანის პატარა ბრალია მაგრამ თავარი ბრალი ვისიც არის მე მაინც მგონია რომ ჯერჯერობით მაგის გამოკვეთა არის გაცილებით მნიშვნელოვანი და მე უკვე გაირჩევა რა ყველაფერი ვინ სად როგორ მოიქცა და რაღაცა როგორც ამბობენ ისტორია შეაფასებს ახლა ამ ეტაპზე მგონია რომ ჯერ მაინც ასე ვთქვათ შეხების წერტილების ძებნა უფრო მნიშვნელოვანია
ჩვენს მოკავშირეებთან, იმიტომ რომ ჭრელი კავშირია რა, აქეთ მხარეს მართლა, იმიტომ რომ აი ამდენი წელი გავიდა, ვინც ამდენი ხანია ბრძოლაშია და ჯერ კიდევ არის წარმოიდგინე რამდენად დასაფასებელი საქციელია წლები რო არის რა, პირველი დღიდან რო ამ სისტემასთან დაპირისპირებული ხარ და მეორე ეხლა შეხედე მეორე თვალით იმათ რომ აი დღეს როცა უკვე ზუსტად იცის ყველა მიგ აღარავით არის ილუზია რომ აღარ არსებობს სისტემასთან დაპირისპირებულს როგორ ექცევიან ესენი რომ დღეს რო გადმოდგამს ვინმე ნაბიჯს ამას რამხელა გამბედაობა ჭირდება ზუსტად დღეს რა ხო და თელ ამ სპექტრში შუაში ვინც ხვდება ყველას მიმართ ფიქრობ რომ შენი შვილაზე მეტად მაინც მადლიერების განცდას განვიცდი მე სიმართლე გითხრათ ყველას მიმართ თითოეულის კი მესმის ბრალეულობაზე უფრო მეტად რა ხო ცხადია ახლა ცოტა ამ მოუჩი ვარ ეხლა კეთილი მოკლედ ფორმულაში უნდა მოვიდეთ შენ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარ მისი დაფუძნების დღიდან მაგრამ რამდენიმე კვირაა ფორმულას დირექტორიც ხარ ასეთ ცუდ დროს მედიისთვის საკმაოდ ისეთ რთულ დროს. მოდი ფორმულაზე ვილაპარაკოთ თავისუფალი თხრობის რეჟიმში ახლა აი ივლისია მე მგონი 5 ივლისი უნდა გათენდეს და ზედ თავზე ვაზივართ ფორმულას. ფორმულა არის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტელევიზია და ასეთი იყო სულ რა ეს წლები ყოველთვის გეგმაზომიერად იზრდებოდა და ზრდიდა თავის ავტორიტეტსა და გავლენას საზოგადოებაზე, საზოგადოებრივ პროცესებზე, როგორც მედია აკეთებდა ამას რა თავისი ასე ვთქვათ გაშუქების პოლიტიკით. და ამ პოლიტიკამ მოიტანა შედეგად ის, რომ, რავი, ბოლო კვირის მონაცემებით მაგალითად ვართ საქართველოში ყველაზე დიდი არხების სამეულში, ახლა ამ მომენტისთვის ფორმულა. ეს მაჩვენებელი ეს მიღწევა, აი, უნდა იძლეოდა ეს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვაგენერირებდეთ იმ რაოდენობით სარეკლამო შემოსავალს, რომ სრულად შეგვეძლოს საკუთარი ხარჯების დაფარვა. მაგრამ სამწუხაროდ ამ ვითარებაში წეგანაც საუბრობდით რა ხდება და როგორ ხდება მძიმე შეზღუდვების ქვეშ და ძალიან მძიმე კონტროლის ქვეშ ფინანსების და თან ჩვენთან საქართველოში ხო მედიის კონტროლის დიქტატურებში არის ორი ფორმა. ორი ხაზით ახშობენ ხოლმე მედიას. ყველაზე მარტივი გზა არის ლიცენზირებით. არ გაძლევს ლიცენზიას და დამთავრდა რა. ზოგიერთ ქვეყანაში ასეა. და ამიტომ ფედერალური არხები ბევრ, მათ შორის ევროპულ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში არ არის და იქაც საკმაოდ ნაკლოვანი დემოკრატია ამის გამო დღეს და ისօր. თუმცა ვართ ქვეყნები აგრეთვე არასრულყოფილი დემოკრატიებით, სადაც კანონი ლიცენზირების მედიის და რაღაც არის ცოტა ძველი მიღებული, ისეთ პერიოდში მიღებული, როგორ ვთქვა, დემოკრატიულ ტალღაზე მიღებული კანონი და ამიტომ დიქტატურებს არ აქვთ ლიცენზირებით მოგუდვის შესაძლებლობა რა. მან არის ხოლმე მეორე ტაქტიკა. მარტო საქართველოს არ ვართ ასეთი არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა. მან არის მეორე ტაქტიკა, რომ მან მედია უნდა მოიგოდოს ფულით, ფინანსურად. ეს პოლიტიკა არის ახლა ჩვენს მიმართ, ჩვენი მოგუდვის, რაც მიმდინარეობს. მუდმივად ეს ჯერ კიდევ რუსთავი 2-ზე დაიწყო 2012 წლიდან, მისი მიზანმიმართული დასუსტებით გაგრძელდა და მერე ამან რო არ იმუშავა ამ გზამ მაშინ არ იყო ჯერ კიდევ არც ბიზნესი ასე დაშინებული, არც საზოგადოება ესე ასე ვთქვათ, ესეთ ყოველდღიურ კონტაქტში იმასთან რა, ავტორიტარიზმთან და დიქტატურასთან და სხვა განწყობებით. ხო, ესე განსაკუთრებით ხო ესეთი გამძაფრებული არის რაღაც ბოლოთოებია რა. ამან რუსთავი ორი მაშინ დაასუსტა, თუმცა რუსთავი ორი ხა
ხელა ტელევიზია იყო მაშინ, რომ ფინანსურად ისე დასუსტება, რომ დაიხუროს, ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო. და ამიტომ სხვა გზით წავიდა იქ და მე რაღაცა სტრასბურგი და ეს ამბები ყველას გვახსოვს. ხო და საბოლოო ჯამში იქაც ალბათ იქ დამთავრდა ბიზნესთვის მედიის საკითხი რა, მანდულად 19 ივლისს 2019 წლის 2019 წლის 21 ივნისი ხო რაღაცა ეს 21 ხო 21 აგვისტო იგი როგორც სამსახურიდან ხო და აი მან დრო ის რაც მე მოხდა სინამდვილეში ეს არ უნდა მომხდარიყო რა, არ უნდა გავჩენილიყავით არ ჩვენ, არც მთავარი არხი და არც TV პირველი არ უნდა გაძლიერებულიყო, სხვა გეგმები ქონდა ბიზნეს იქ ნელ-ნელა მთლიანად გაეკონტროლებინებოდა. შესაძლებლობა ამ რო გახსნილიყო ახალი ტელევიზიები და თან მერე ეს ტელევიზიების გახსნა მარტო ის ხო არ არის რომ გახსნა. რამდენი ტელევიზია გახსნილა და დახურულა. ხო. იმიტომ რომ უბრალოდ არაადეკვატურ სატელევიზიო კონტენტს თავაზობდა რა. არაადეკვატურს, განაცუდს, უბრალოდ ვერ შეძლო რა, ვერ შეძლო მაყურებლის დაორგანიზება, რომ გადმოერთოთ და ეყურებინათ მათთვის და რაღაც პერიოდის განმავლობაში მე მობეზდათ ადამიანებსაც დაფინანსება ასეთი არხის და ცხადია ეს საფრთხე იყო. და სულ არის ნებისმიერი ახალი ბიზნესის წამოწყებისას, რავი, თვეში მე მგონი 40,000 ახალი ბიზნესი რეგისტრირდება, მაგრამ რავი, მისი 5-6% იქნება ალბათ, რომლებიც მე მდგრადად განაგრძობენ ბიზნეს საქმიანობას რა. და ეს ერთის მხრივ ეს იყო და მეორე ფინანსური ნაწილი რა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძლიერი პარტნიორი გვყავდა მთელი ეს წლები და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს როგორ თქვა, ამ მომენტისთვის, ახლა რომელშიც აღმოჩნდით, რომ ყოფილიყავით რეიტინგის რაღაც ისეთ ნიშაზე აი ამ წლების განმავლობაში ნაბიჯნები თანამავდროულად სატელევიზიო ყურების ჩვევა საკმაოდ კონსერვატიული ჩვევაა. რომ როგორ ეცით საჭირო, რომ უნდა აიღო ხელში ისეთი ნივთი, რომელიც მუდმივად ხელში არ გიჭირავს. პულს გულისხმობ. რომ მოგძებნოს ადამიანმა, მაგრამ ტელეფონში არ ვართ ჩვენ ის რაც მუდმივად ხელში უჭირავს. ამიტომ აქ ჩვევა კიდევ უფრო კონსერვატიულია და დრო ჭირდება მუდმივად ამას. ეხლა ჩვენ ვართ ყველაზე უფრო სწრაფი ზრდის პირობებში, იმიტომ რომ ეგნერე მათემატიკის კანონია რა და სტატისტიკის რა, რომ რაც უფრო დიდი ხარ, მით უფრო რაღაც მომენტამდე მით უფრო სწრაფად შეგიძლია რა ზრდის ექსპონენციის გაზრდა. მით უფრო ასე ვთქვათ საძულველიც ხდები ამ შემთხვევაში რეჟიმისთვის, თუმცა ეხლა სიძულვილის ნაკლებობა პირველივე წამიდან ჩვენ არ გვიგზნია. არა ხო. არა, არ დაუკარგოთ, ვინც ამაზე იყო დასაქმებული ხელისუფლების მხრიდან, რომ კი, ისინი ნამდვილად მუშაობდნენ და ჩვენ მათ სიძულვილს ყოველდღიურ რეჟიმში ვიგრძნობდით. აქ რომ ფორმულა არ დაგვეწერინეს, ისიც გემოსწორდა ხო ქალაქის იერსახეს რომ ამახინჯებდით. ქალაქის იერსახეს ვამახინჯებდით. და აქ ეწერა თან რაღაცა. ხო, რაღაც სათამაშო ბიზნესის რეკლამა იყო. იყო, ხო, ჩვენ ცარიელ ადგილზე კი არ მოვიგონეთ. სადაც ეწერა სულ რაღაცა, იქვე მოდი ახლა ფორმულას დავაწერთ, რომ იმიტომ რომ აქ ახო ფორმულა ვარ მართლა. ფორმულას და ყველა მედია განსაკუთრებით ახლა ბოლო დროს ძალიან ცუდ დღეშია, ხო, უდიდეს კრიზისში, მაგრამ ამდენი წლის ისტორია გაქვს, ამდენი გამოცდილება, უამრავი წარმატებული პროექტი თუ ასე შემდეგ. ფორმულას ხვალინდელი დღე როგორი არის შენთვის? ხვალინდელი კონკრეტულად არის საბრძოლო დღე, ისევე როგორც ზეგინდელი. კი. და ეხლა ეს დღეებია ეგეთი რა, თითოეული დღე არის რაღაცა ეს, მე არის კვირეული გეგმები და სიმართლე გითხრათ, ამ ქვეყანაში და ამ ბიზნესში გრძელვადიანი გეგმების ქონა, როგორ თქვა, ფუფუნებაა უბრალოდ რა, იმიტომ კი არა რომ რამეში ხელ შეგიშლის. იმიტომ რომ იმდენად სწრაფად იცვლება, ვითარება, იმდენად დინამიკურად იცვლება, ვითარება, რომ ეს შენი ისა რა ქვია, სათხედავდი საკუთარ თავს 3 წლის შემდეგ,
აბსოლუტურად აღარ არის ადეკვატური მიმდინარე ვითარების რა და ამიტომ ასე ვთქვათ ის არის დღეს ფორმულაზე როცა ვფიქრობ არ ვფიქრობ რაღაც ძელვადიან გეგმებზე მიუხედავად იმისა რომ რაღაც ამოწყები გვაქვს რომელიც ძელვადიან პერსპექტივაშიც იმუშავებს მაგრამ ეხლა აქ ვართ რა ეხლა ვართ გადარჩენის რეჟიმში ძალიან რთულ ვითარებაში მაგრამ არა უიმედოში რა და სადაც იმედის ნაპერწკალია იქ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს თავარი რაც გვაქვს ჩემი აზრით ცოტა ფორმულა ვიგზენით ცოტა საკუთარი ძალაც ამ ბოლო დროს ცოტა და ცოტა ვიგზენით ამ ერთად გავლილი წლების როგორ თქვა ფასი თუ რაღაცა როგორი რამეა იცი რომ ძალიან ძვირფასი გახდა ეს ადგილი რა რაც უფრო რთული დღეები გადაგვაქვს ერთად რაღაცნაირად უფრო ძვირფასი ხდება ეს ადგილი მე ეგეთი განცდა მაქვს და ჩემ გარშემო ადამიანს όσο ვაკვირდები ეგრე არის რა ყველა და ეხლა ესეთი როგორ თქვა წინააღმდეგობა გაერთიანებს და გაძლიერებს ამავდროულად რა და ჩვენ ვართ ეხლა ამ ფაზაში ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ჩვენი მაუწყებლობა არის საჯარო საზოგადოებრივი სიკეთე იმიტომ რომ იმ ტიპის გაშუქებაში როგორში ჩვენ ვართ ჩართული ქვეყანაში სამწუხაროდ დიდი კონკურენცია აღარ არის ხო და ეს საქმე მართლა რაც უფრო იშვიათ საქმეს აკეთებ მით უფრო მაღალია მისი ფასი ხო ეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მორალისგან დავცალოთ ელემენტარული ესეთი ლოგიკური ამბავიცა და ეს შეგრძნება ამის რომ საჯარო სიკეთეს ვემსახურებით და რაღაცა მინიმალური ასე ვთქვათ მინიმალური რაოდენობის საჭიროებების დაფარვა შეგვიძლია პარალელურად იმედს გვაძლევს რა რომ უნდა გადავრჩეთ და ეს მარტო იმედი არ არის რა ცოტა როგორ თქვა თუ რამე მისია არის ეხლა შესასრულებელი ჩემთვის მე ასე ვხედავ და მგონია რომ ყველა ჩვენი თანამშრომელი ცოტა ამ განწყობაზეა რა რომ ცოტა კი არა შეიძლება მეტადაც ზოგი მაგრამ მე აი ამას განვიცდი რომ ეს არის რაღაც მისია რომელიც არის შეასრულებელი ახლა და ამავდროულად აი מחარებს ხოლმე რისი წარმოდგენა იცი სიმართლე გითხრა ძელვადიან გეგმებს კი არ ვალაგებ მაგრამ იმის წარმოდგენა რომ აი მე ხო მე რაც იქნება ის რამდენად კარგი იქნება მხრეობას მატებს სიმართლე გითხრა ხო და ამ ვითარებაში რავი იცი როგორი რამეა ეხლა კიდე ოპტიმიზმის ბრქვევა ამ ვითარებაში რომელშიც ვართ როგორ თქვა არ არის სრულყოფილი ასახვა ჩვენი მდგომარეობის რა თუმცა ოპტიმიზმის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს რა მაგის თუ არ გჯერა და ჩვენც ესე ვართ ჩვენ ახლა ჩვენ არ გვამოძრავებს ოპტიმიზმი ან რაღაცა სიხარული რა ახლა ჩვენ გვამოძრავებს მოვალეობა და პასუხისგებლობა რომ აი აქ ეს არ უნდა გაჩერდეს რაღაცა ისეთი საკითხის გამო რომლის მოთმენა და ატანაც შესაძლებელია რა თუ შეუძლებელი გახდება მერე გავჩერდებით ცხადია შეუძლებელს ვერ გავაკეთებთ მაგრამ რაც შესაძლებელი იქნება ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმიტომ რომ აქ შორსმივალ გეგმებსაც მართლა თავი რო დავანებოთ ჩვენი მაუწყებლობის თითოეული დღე არის მნიშვნელოვანი მართლა რა მართლა რო ვიცოდე რომ აი რაღაცა თარიღი არსებობს აი აქამდე რა ეს არ დამაკლებდა ენთუზიაზმს რომ ეხლა ყოველდღიურად იგივე მეკეთებინა რასაც ვაკეთებ იმიტომ რომ ახლა ესეა დღეს ყოველდღიურად რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის
სიკეთე. და აუცილებლად საკეთებელი საქმე, რაც ჭირდება ამ ქვეყანას და ამ საზოგადოებას და ამიტომ თუ საკუთარ თავებში რაღაცნაირად ვცდილობთ მოვძებნოთ ძალები, რომ ეს ვაკეთოთ და გავაგრძელოთ, სანამ საჭირო იქნება. მე მგონი რომ ფორმულა სულ საჭირო უნდა იყოს. ჩემი აზრითაც ასე. ჩვენ უნდა ვიყოთ კიდე ასე. სანამ საჭირო იქნება თქო, მოთმინებას გულისხმობდი ამ შემთხვევაში. თორე ფორმულა საჭიროება სულ იქნება რა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ ვართ აი ამაში მართლა დარწმუნებული ვარ. ჩვენ არ ვართ მედია, რომელიც დრამატულად შევიცვლებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. კი, მეც შემიძლია ვარ დაგეთანხმო, რომ ესე მგონია, რომ მაქვს დიდი გამოცდილება ტელევიზიაში მუშაობის და ახლა ნამდვილად მგონია, რომ რაც არ უნდა და ვინც არ უნდა ჩანაცვლდეს და მოვიდეს, თვითონ ფორმულაში ნამდვილად არ შეიცვლება არაფერი დრამატულად, იმიტომ რომ ეგ იყო ჩემი მოტივაციაც, როცა ხო, აი ეს არის, აი ამას გულისხმობთ, რომ მიხარია თქო მე როგორ იქნება, აი ამას ვხედავ რა, რომ აი ეს აუცილებლობა შეასრულებელი იქნება მერეც რა. და მერე რომ დაიწყებენ ზოგიერთი არხი ახლა გატრონულები. და სანამ ისინი ნდობას დაიბრუნებენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ არსებობდეს ავტორიტეტული მედია, რომელიც თავიდანვე იქნება, როგორ თქვა, პატიოსანი რა, ეხა ობიექტური, ცოტა ისეთი ცნებაა. ხო, ადეკვატური და მე მაინც იცი კიდევ რა მომწონს, ამ რთულ ვითარებაში, ფორმულაში კიდევ ის მომწონს, რომ მე რეპორტიორი ვარ, კი იცი შენ და ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ჩვენ ვართ ყველასთვის ხელმისაწვდომები. ანუ ყველა გამოდის შენთან კონტაქტზე, რაც არ უნდა ის საჯარო ტრიბუნიდან შენი მოწინააღმდეგე იყოს. ეს შესამჩნევია, ხელშესახებია და ძალიან მაგარი მონაპოვარია. როცა შენ ხარ ყველასთვის ხელმისაწვდომი რა. ჩემი აზრით, ჩვენი ეთერი როგორიც არის და ადამიანები, ვინც ამ ეთერს აკეთებენ, ვინც პასუხისმგებელი არის შინაარსზე ეთერის, აი ამ ადამიანების მრავალფეროვნება და მათი გამვლელი გზების მრავალფეროვნება არის ზუსტად ის, რაც გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ ესეთი ვიყოთ რა, რომ ყველამ რაღაცა თავისი დაიჭიროს ჩვენს არხთან, საერთო იპოვოს. და ეს თანაგანცდა მერე კიდევ მედიაში, მეც მედიის ადამიანი ვარ რა, ჩვენ აქ ყველანი, ვინც ვართ ახლა ფორმულაზე, ვართ მედიის ხალხი. მედიის მედია ვართ. ამიტომ და ეს განცდა არ მასვენებს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი პროფესიული პრეცედენტის შექმნა არის შესაძლებელი მედიაში ფორმულათი. ნამდვილად. და ეს არ ვიცი ხა მაყურებელს რამდენად ესმის ჩვენი ეს მოტივაცია, მაგრამ პროფესიულად ეს მუშაობს რა, ჩვენი პროფესიის ხალხი ან ვისაც თავისი პროფესია ძალიან უყვარს ნებისმიერი პროფესიისა, მიუხვდებიან რაზე ვლაპარაკობთ რა. რომ ის არის რა, ხო, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ნამდვილ მედიას ვაკეთებთ და არ ვიცი ხა შეიძლება ვცდებით, მაგრამ ეს არ არის ყველაზე უსიამოვნო შეცდომა. სასიამოვნოდ განიცდება. კი, ნამდვილად და როგორც ისტორია თავის სათქმელს იტყვის ხოლმე, მედიაც ეგრე არის, საზოგადოება მას ადეკვატურ პასუხებს უბრუნებს, თუ ის არ არის მასთან თანხვედრაში და მე კი წინს ხოლმე მედიის წარმომადგენლებს, რომ ესე რატო გითხარით, რატო ასე შემდეგ, მაგრამ ეგ არის რა, საზოგადოება გცემს. კი, ყოველთვის რა, ის არის სამწუხაროდ, როგორი რამეა, იცი, დღევანდელ ცხოვრებაში მაგ საზოგადოებისგან მიღებული პასუხების მოდელირებაც რო დაიწყეს, ეგ ძალიან ცუდია. ეგ ძალიან ცუდია რა, იმიტომ რომ ადამიანი რო ფიდბექს იღებს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს მან დაიმსახურა და არა უბრალოდ ვიღაცა უჩალიჩებს რა, ბოროტად. იმიტომ რომ აი როგორც კი მან ეგ ეჭვი შემოდის, მერე შენ ვეღარ შეაფასებ ადეკვატურად საკუთარ თავს რა და საკუთარ ქმედებებს რა. ან უნდა ფარი აიფარო იმის, რომ მე ყოველთვის მართალი ვარ.
და ან კიდე რაღაც დაუსრულებელ კრიტიკის პასუხებში უნდა გადავარდე, რომელიც ის არის თელ დროს ნერვებს და ენერგიას საგართმევს, იმიტომ რომ დიდხანს ვერც ფარს ვერ ატარებ და ვერც ისე ვერ იქნები და ამიტომ დადგება ეგ მომენტიც, რომ მედია, რომელიც ახლა ჩემი აზრით დანაშაულებრივ საქმიანობაში არის ჩართული, მალე გაასხავს. ეს დიდი იმედი მაქვს და ასევე იმედი მაქვს, რომ ადამიანებს მიხვდებიან რა და მოინანიებენ და გაიაზრებენ. იმიტომ რომ ისი როგორი რამეა, ძალიან სუბიექტური არსებაა რა ეს ადამიანი. თავისთავად გონია ყოველთვის მართალი. ყოველთვის. და თუ რაღაცას გონია რომ ცუდს აკეთებს, გონია რომ ეს იმდენად უმნიშვნელო ცუდია. და ყველანი ვინც ახლა ჩართულები არიან ჭანჭიკებად, ეგ განცდა აქვს, რომ იცი რა, უჩემოდაც ხო იგივეს გააკეთებდა ეს სისტემა. ეს სისტემა ესე დიდი და ძლიერია. ხო და რავი, კარგი იქნება თუ მიხვდებით საკუთარ ძალას რა, მეგობრებო, ჭანჭიკებო. საკუთარი ძალა მნიშვნელოვანი. ჩვენც ხო ჭანჭიკები ვართ, აქეთ მხარეს რა, ეხა მართლა ის არის, რა ქვია. არავის დაკნინება არ მინდა, მაგრამ პირიქით რა, მაგას გეუბნებით, რომ მნიშვნელოვანი ხალხი ხართ თქვენ, იმიტომ რომ თქვენგან მტკივა. ხო, ჭანჭიკი გეთანხმები, რომ ყველა რაღაცის ჭანჭიკია, უბრალოდ ეს ჭანჭიკი ხრახანს უნდა ერგებოდეს რა, კარგად და კარგად უნდა იჭერდეს და ალბათ ეგ ყველაზე მოჭერა ნო. ისეთი იქნება. კაი, მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. და იმედი მაქვს ძალიან მოსაწყენი არ ვიყავ. არა, პირიქით, საინტერესო და ღრმად მოხუცებულები რომ ვიქნებით. აღარ ვიცი, რაიმე გადაცემის საყვარლის თავი გვექნება თუ არა, მაგრამ რაღაც პოდკასტები რაღაცები გვექნება და გამიხარდება თუ ისე ფორმულაში ვიმუშავებთ ერთად. ძალიან გამიხარდება. მადლობა დიდი. მადლობა, კაშიკ, წარმატებები. გაიხარე.